ეს არის ზაარ-ბრიუკენის მოედანი, სადაც აი სკანდალური ძეგლი გამოჩნდა, რომელსაც სოციალურ ქსელებში აკრიტიკებენ და დიდი უკმაყოფილება გამოითქვა, არ მოსწონთ ეს ძეგლი. რაღაც საშინელი კამპანია და ვირუსულად არის გავრცელებული ეს ქანდაკება ინტერნეტში და ხალხი ამბობს, რომ აი რა უგემოვნობაა და რა ცუდი რამეა. ვერც ჩაწვდნენ რისი ძეგლია, ვინ არის გამოსახული ამ ძეგლზე. ვიცი, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულად ლამაზია, მაგრამ არც ისეთი საშინელებაა, როგორც ამბობენ. როგორც დაიწერა, ეს არის სატესტო რეჟიმში დადგმული ძეგლი. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების მხრიდან ექნება რაღაც უარყოფითი გამოხმაურებები, მაშინ ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს ძეგლი იქნას აღებული ზაარ-ბრიუკენის მოედნიდან. დიდი ხანია მე ასეთი სკანდალი და სენსაცია ძეგლის ირგვლივ, რომელიც თბილისში დაიდგა, არ მინახავს, არ გამიგია, არ მსმენია. არ არის ცნობილი ვინ არის ავტორი, არც მითითებულია, არანაირი წარწერა არ აქვს ძეგლს. არც ის არის მითითებული თუ ვინ არის გამოხატული და რა შინაარსი აქვს ამ ყველაფერს. შეიძლება ითქვას, რომ მესტიის ქანდაკების შემდეგ, სადაც თამარ მეფის სკანდალური ძეგლი დაიდგა, ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც თბილისში ვთქვათ ასეთი დიდი გამოხმაურება მოხვა ძეგლს. ხო, აი, მე მგონი მალე აქ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც აღებავებით მოიჭრებიან და დაიწყებენ ამის დაზიანებას, თუმცა ამის წინააღმდეგი ვარ და არავის არ მოუწოდებ და არავის არ ურჩევ, რომ ასეთი რამ გააკეთოს. ჩემი აზრით რაღაცნაირად საინტერესოა გარკვეულწილად. თუმცა რაღაც უშინაარსოა თითქოს. კარგი იქნებოდა, რომ მიეთითებინათ რაიმე წარწერის სახით მაინც, რომ აი ვინ არის, რა ხდება. იმედია გაირკვევა ყოველ შემთხვევაში რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე. აი აქეთ არის ახალი აღმაშენებელი. აი აქეთ მე თავიდან მეგონა რომ ეს იყო რაღაც მონტაჟი, როდესაც სოციალურ ქსელში დაიდო. იმიტომ რომ რამდენჯერმე გავიარე ამ ადგილას და არ შემიმჩნევია, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს მოწყვეტილია ამ გარემოს ეს ქანდაკება და რაღაც აყურადღებას არ იქცევს დიდად. მაგრამ დღეს, როდესაც გამოვიარე, გადაღების მიზნით ყურადღება გავამახვილე და აი ასეთი მდგომარეობაა, ბატონო ჩემო. დაწერეთ კომენტარებში, მოგწონთ თუ არა ეს ქანდაკება, რას ფიქრობთ. და მერიაც გააკეთებს არწმუნებული ვარ რაღაც განმარტებას ამ ძეგლთან მიმართებაში.